მოგესალმებით, მე ვარ თევდორე და დღეს მინდა ვისაუბრო უენო სალამურზე მელოდიების საშემსრულებლო ტექნიკის შესახებ. წინა ვიდეოში მე ვისაუბრე უენო და ენიან სალამურების შორის განსხვავებაზე. დღეს მინდა უფრო დეტალურად განვიხილო. პირველ რიგში, რა განსხვავებაც დავინახე უენოსა და ენიანს შორის საშემსრულებლო ტექნიკაში, ეს არის თ-სა და ქ მარცვლების გამოყენება უშუალოდ დაკვირისას. უფრო კონკრეტულად, თ და ქ მარცვლების წარმოთქმა მელოდიის შესრულებისას გვეხმარება განვაცალკავოთ ერთმანეთისგან ბგერები და გარკვეული ტემპი დავიჭიროთ. უფრო კონკრეტულად, აი კონკრეტულ ერთ ბგერას ავიღებ და თებს ავუთქვავ. უფრო სწრაფი ტემპი თუ გვინდა, ქს ვამატებთ. ხოლო თუ კი უფრო სწრაფი გვინდა კიდევ, წარმოვქოთ თქ თს. საინტერესოა, გამოიყენება თუ არა ეს ტექნიკა უენოს სალამურზე. დაახლოებით 50-მდე ჩანაწერი აქვს მოსმენილი, შეიძლება უფრო მეტიც. და რასაც დავაკვირდი, იქ თ და ქს მონაცვლეობა არ გამოიყენება. ეთნოფორი ზაურ თეთრაშვილის თანახმად საერთოდ არ გამოიყენება თ-ს წარმოთქმა ან რამე ბგერის გამოყოფა. მაგრამ შემორჩენილია და მოსმენილი მაქვს ჩანაწერები, სადაც პერიოდულად იყენებენ თ-ს ან ერთგვარი ყელიდან ს წარმოთქმას ბგერების განცაკევებისათვის. ისმის შეკითხვაა, რატომ არ იყენებდნენ თ-ს და თქ-ს წარმოთქმის ტექნიკას უენოს სალამურზე? რატომ ხდება თ-ს წარმოთქმაც კი ესე იშვიათად? ამას თავისი ახსნა აქვს. პირველ რიგში თვითონ საშემსრულებლო ტექნიკიდან გამომდინარე. როდესაც წარმოვთქვათ თ-ს, ამ დროს ჰაერის ნაკადი წყდება. ასევე ქ-ს დროსაც. ხოლო უენოს სალამურზე შესრულებისას, როდესაც ვიყენებთ ტუჩის ტექნიკას და ფიქსირებული უნდა იყოს მისი გადახრა და პირის ღრუს მდგომარეობა, რომ სწორად და სუფთად გამოიცეს ბგერები, თ-სა და ქ-ს წარმოთქვამ შეიძლება გარკვეული დაბრკოლება შეგვიქმნას. თ-სა და ქ-ს გამოყენებით, როდესაც ჩვენ ხელოვნურად წყვიტავთ ჰაერის ნაკადს, შესაძლოა უშუალოდ დაკვრის დროს მოულოდნელად ვეღარ აღვადგინოთ იგივე ჰაერის ნაკადი, რაც გამოიწვევს გარკვეულ ბგერით ხარვეს. უფრო კონკრეტულად უბრალოდ მოგასმენიებთ, როგორ ჟღერს თ-სა და ქ-ს გამოყენების ტექნიკა უენოს სალამურზე. ჯერ ჩვეულებრივად გადაბულად ავიღებ ბგერებს. ეხლა თ-ებით. ეხლა თ და ქ-ს გამოყენებით. და ეხლა თქ-თს გამოყენებით. ასევე შეიძლება იმით აიხსნას თ და ქ-ს ტექნიკის გამოყენებლობა უენოს სალამურზე, რომ ადრე ქართულ ყოფაში ეს ტექნიკა არ იყო დამკვიდრებული. თავად ენიანი სალამურის ჩანაწერებშიც, ძველ საარქივო ჩანაწერებში, განსაკუთრებით საექსპედიციოზე, ნაკლებად გვხდება თ და ქ-ს ტექნიკის გამოყენება. ხოლო ეს ყოველივე დამკვიდრდა, როდესაც დამუშავდა, დაიხვეწა ენიანი სალამურის საშემსრულებლო ტექნიკა და სცენაზე დაიმკვიდრა ადგილი. ისმის შეკითხვა კი, მაგრამ უენოს სალამურზე როგორ გამოყოფდნენ ერთმანეთისგან ბგერებს? როდესაც თქვა, აი ერთი ბგერა გვაქვს, ერთ ბგერაზე ჩერდები, მაგრამ ერთ და იგივე ბგერის გამოყოფა გინდა ერთმანეთისგან. რა ჩანაწერებსაც მოусმინე, აი გაუცებული დავჭი პირდაპირ გაგებით, ისეთი საინტერესო ხერხები და მიდგომები აღმოვაჩინე, ის რაც მაგალითად ენიან სალამურზე მივიწყებულია, რადგანაც ამის საჭიროება არ არსებობს. მაგალითად, შარვა მიდიანაშვილი ერთ საინტერესო ხერხს იყენებდა. აი პატარა ფრაგმენტია საჭიდაოდან. თქვათ თ-ს გამოყენებით როგორ შეიძლება დაეკრა და თავად როგორ ასრულებდა. აი ეს პატარა ფრაგმენტი თ-ს გამოყენებით.
და ეხლა როგორ უკრავდა? ანუ ერთ და იგივე ბგერები რომ განეცალკევებინა ერთმანეთისგან და ერთგვარი მახვილი დაესვა, წინა ბგერას იყენებდა ძალიან სწრაფად დაჭერით. ასევე ხშირად იყენებდნენ ტრელებს, აი მაგალითად გარკვეული მუსიკალური ფრაგმენტის ბოლო ბგერაზე. აი განსაკუთრებით ფირუზალიაშვილთან და სხვა მრავალ შემსრულებელთან გვხვდება აი ესეთი გაფორმება. ასევე გარკვეული მახვილსაც იყენებდნენ შესრულების დროს, იგივე თ ან ს. ჩემი პირადი მოსაზრებით თ და ქ-ს ტექნიკის გამოყენება ერთგვარი ტექნიკური პროგრესია, მაგრამ ეს არ აკნინებს სხვა საშემსრულებლო ტექნიკას, სადაც თ და ქ-ს მაგივრად გამოიყენება სხვა საშემსრულებლო მეთოდები. იმის თქმა მინდა, რომ გააჩნია მელოდიას, რა მელოდიას უკრავ, როგორი რიტმი აქვს და თავად შემსრულებელი როგორ ფლობს თავად საკრავს. ეს მასეა დამოკიდებული და როგორც სურს, ისე უნდა შეასრულოს. მინდა კიდევ ერთ ძალიან საინტერესო თემას შევეხო. წინაზე აღნიშნე, რომ უენო სალამურზე და ენიან სალამურზე ჰაერის ტექნიკის მეშვეობით შესაძლებელია როგორც დაბალი, ასევე მაღალი რეგისტრის ბგერები. აი მაგალითად უენო სალამურზე დაბალი რეგისტრის ბგერები. ახლა მაღალი რეგისტრის ბგერები. ამის გარდა შესაძლებელია ეს დაბალი და მაღალი რეგისტრი სხვადასხვანაირად შევამკოთ ჰაერის კონტროლის მეშვეობით. აი როგორც წინა ვიდეოში აღნიშნე, ორმაგ რეგისტრს შეასრულებდა ივანე რაიბული. ამასთანავე მინდა შევეხო ეთნოფორ ზაურ თეთრაშვილის საშემსრულებლო ტექნიკას, რომელიც დაბალ რეგისტრში ასრულებს მელოდიებს. ერთგვარ მისი მელოდიები ერთგვარ ღუღუნში გადადის და ეხლა აგიხსნით როგორ ასრულებს. ესე იგი, უენო სალამური უნდა იყოს მაქსიმალურად გადახრა ნაკლები გადახრა უნდა ქონდეს უენო სალამურს, ტუჩები უნდა იყოს მაქსიმალურად მოკუმებელი და ეს თავისუფალი ადგილი, ეს გარსნილი ტუჩი, რომელიც არის უენო სალამურის იქით, მაქსიმალურად მცირე უნდა იყოს. ვეცდები დაახლოებით ის ტექნიკა შევასრულო, რასაც ასრულებს. შეიძლება ვთქვათ ისე არ გამომივიდეს ვთლად, მაგრამ მიახლოებით გაჩვენებთ. უენო სალამური იმდენად უნიკალურია, რომ არა მარტო შესაძლებელია ჩვენ ტრადიციაში დამკვიდრებული ტუჩის ტექნიკით შეასრულო, ასევე ისეთი ტექნიკა, რომელიც ჩვენთან არაა გავრცელებული და მაგალითად გავრცელებულია ჩრდილო კავკასიაში ან აფხაზეთის ტერიტორიაზე აჭარბაზე დაკვირვისას. ამ ტექნიკით ასევე სამთვლიან უენო სალამურის გავს საკრავზე ასრულებენ ბაშკირები, თათრები, როგორც აღნიშნე ჩრდილო კავკასიელები და აფხაზები. მაგ მხრივ ძალიან საინტერესო არის, რომ არა ტუჩს იყენებენ, არამედ თქვა აი წინა ბოსტოით მარჯვენა ორ კბილზე იგებენ, ენას ქვეშიდან ათავსებენ
ტუჩს ზემოდან მოათავსებენ და ეგრე გამოცემენ ბგერებს. მადლობა ყურადღებისთვის და გისურვებთ წარმატებებს.